Il canto è nient'altro che un dono. იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი დოკუმენტურ ფილმში სახელად ანდრეა ბოჩელი, იმიტომ რომ მე მჯერა საზოგადოებას საკუთარ ცხოვრებას უზიარებს. Quindi ho sempre cercato di interessarmi a tutto, oppure a... Diciamo che è un'idea che è venuta qua. თუნდაც წლების შემდეგ შეიძლება ვინმესთვის საინტერესო იყოს ჩემი ცხოვრების დეტალების გაგება. როცა მსმენელი ჩემს სიმღერას მოისმენს და მოუნდება რომ მეტი გაიგოს ამ შემოქმედების ავტორის ცხოვრების შესახებ, ამის შესაძლებლობა იქნება. ყველას შეიძლება რომ ჩემი განვლილი ცხოვრების შესახებ გაიგოს. Così tranquillo. Mia madre mi diceva sempre ფილმში მაყურებელს ბოჩელის ცხოვრების ყველა ეტაპის ნახვა შეეძლება. ადრეული ბავშვობიდან დაწყებული კარიერის დასაწყისამდე, ასევე ოჯახური ცხოვრებითა და დიდი ხნის მეგობრობით დამთავრებული. i miei animali, i miei cavalli, i miei amici. Perché მე ვალში ვარ ყველა იმ გულწრფელ და კეთილ ადამიანთან, ვინც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შემხვდა და დამეხმარა, რომ გამختارიყავი ის, რაც დღეს io ვარ. avessi la possibilità di vedere ტენორი ასევე ღიად საუბრობს იმაზე, თუ როგორ ეშინოდა სცენის და ასევე არ იშურებს კრიტიკას საკუთარი შემოქმედების მიმართ. che ne so, di ყოველთვის კრიტიკული უნდა იყო. თუ კრიტიკული არ ხარ, ვერ განვითარდები. კრიტიკისა და თვითკრიტიკის გარეშე პროგრესი არ არის. თვითკრიტიკაში ნამდვილად დაუნდობელი უნდა იყო, რადგან თუ ის არ არის, ნაბიჯებს წინ ვერ გადადგა. per qualcuno ha preparato per me. ბოჩელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხმაა. მას უამრავ სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსთან უმუშავია. ლათინო-ამერიკელ სუპერვარსკვლავებთან, როგორიცაა ჯენიფერ ლოპესი და კეროლ ჯი. ასევე პოპ შემსრულებლებთან, როგორიცაა ედ შირანი და დუა ლიპა. Possibile a questo mondo e siamo noi. მომწონს თანამშრომლობა ყველასთან, ვისაც აქვს სათქმელი მხატვრული თვალსაზრისით. ეს ყოველთვის საინტერესოა, რადგან ის ვისაც ფართო საზოგადოებაში მნიშვნელოვანი გამოხმაურება აქვს, ნიშნავს, რომ ღვთისგან ბოძებული ჯილდო აქვთ და ამიტომ ყოველთვის საინტერესოა ასეთ არტისტებთან თანამშრომლობა. Fatto. როცა საუბარი წარსულსა და მომავალს ეხება, ბოჩელი აღიარებს, რომ მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა საერთოდ პენსიაზე გასვლასაც კი ფიქრობდა. თუმცა სწორედ ამ დროს შეხვდა მის მომავალ მეუღლეს, ვერონიკა ბერტის. ისინი 2014 წელს დაქორწინდნენ და ჰყავთ ერთი ქალიშვილი, ვირჯინია. Sì, no, io sono როდესაც ვერონიკას შევხვდი, ის ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე იყო. სავსე იყო სურვილებითა და ოცნებებით. ისი ჩემი მთავარი მოტივატორი გახდა. მან მე უდიდესი ენერგიით ამოვსო და ყველაფერი თითქოს თავიდან დავიწყე. Quindi ho sempre cercato di interessarmi a tutto, oppure a... ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2025 წლის 22 სექტემბერს, ანდრეა ბოჩელის 67 დაბადების დღეზე შედგა.